რუსეთი ინდოეთიდან საწვავის მსხვილი პარტიების იმპორტისთვის ემზადება, რადგან ქვეყანაში ბენზინის დეფიციტმა უკვე შიდა მოხმარების 20%-ს მიაღწია. Reuters-ისა და Moscow Times-ის ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციის საგადასახადო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები იმ ნავთობკომპანიებისთვის ბიუჯეტიდან სუბსიდიების გამოყოფას ითვალისწინებს, რომლებიც საწვავს უცხოეთში შეიძენენ. ახალი კანონპროექტი, რომელიც საწვავის ბაზრის სტაბილიზაციას ისახავს მიზნად, სახელმწიფო სათათბიროს საბიუჯეტო კომიტეტმა უკვე დაამტკიცა. სუბსიდიების მოცულობა ინდოეთის ბაზარზე არსებული საორიენტაციო ფასებისა და პორტებიდან ტრანსპორტირების ხარჯების მიხედვით გამოითვლება. როგორც ირკვევა, ქვეყანაში საწვავის კრიზისი მას შემდეგ გამწვავდა, რაც უკრაინულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა რუსეთის ნავთობის ინფრასტრუქტურაზე ინტენსიური იერიშები მიიტანეს. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, 2026 წლის დასაწყისიდან დღემდე უკრაინულმა მხარემ 15 რუსულ ნავთობგადამუშავებელ ქარხანას დაარტყა, რის შედეგადაც რუსეთის პირველადი გადამუშავების სიმძლავრეების თითქმის 40% მწყობრიდან გამოვიდა. ნავთობის გადამუშავების საერთო მაჩვენებელი კი ბოლო 16 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულამდე შემცირდა. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იუსტიციის დეპარტამენტს დაავალა გამოძიების დაწყება იმ ნავთობკომპანიების მიმართ, რომლებიც ნედლი ნავთობის გაიაფების ფონზე საწვავის ღირებულებას ხელოვნურად მაღალ ნიშნულზე ინარჩუნებენ. არსებული ინფორმაციით, თეთრი სახლის ლიდერმა საკუთარ განცხადებაში ნავთობმომპოვებელი ორგანიზაციები მომხმარებელთა ძარცვაში დაადანაშაულა. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ამერიკელი მომხმარებლები საწვავის მაღალი ფასების გამო უკმაყოფილებას ღიად გამოხატავენ. რაც შეეხება თეთრი სახლის პოზიციას, დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ საწვავის გაიაფების ტემპი ნედლი ნავთობის ღირებულების მკვეთრ ვარდნას არ შეესაბამება. არსებული მონაცემებით მიმდინარე ფასები მნიშვნელოვნად აღემატება იანვარში კონფლიქტის დაწყებამდე დაფიქსირებულ მაჩვენებელს, როდესაც გალონი საწვავი $2.76 ღირდა, ახლა კი საშუალოდ $3.92 შეადგენს. ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი Google მალე Dow Jones Industrial Index-ში სატელეკომუნიკაციო კომპანია Verizon-ის ადგილს დაიკავებს, რაც ერთ-ერთ უძველეს ინდექსში მეგაკაპიტალიზაციის მქონე ტექნოლოგიური გიგანტების წარმომადგენლობას კიდევ უფრო გააფართოებს. S&P Global-ის განცხადებით, Google-ის მშობელი კომპანიის A-კლასის აქციები 30 კომპანიიან ინდექსში ადგილს ორშაბათის სავაჭრო სესიის გახსნამდე დაიკავებს. დასახელებული ცვლილების შედეგად, კალიფორნიაში ბაზირებული ორგანიზაცია ინდექსში საკუთარ ტექნოლოგიურ პარტნიორებს Nvidia-ს, Amazon-ს, Apple-სა და Microsoft შეუერთდება. ცნობისთვის Dow Jones-ი ფასით შეწონილი ინდექსია, რაც იმას ნიშნავს, რომ მასში შემავალი თითოეული კომპანიის წონა მისი აქციის ღირებულებაზე არის დამოკიდებული. შესაბამისად, მაღალი ფასის მქონე აქციების მფლობელ ორგანიზაციებს თლიან ინდექსზე უფრო დიდი გავლენა აქვთ. Google ამჟამად $4 ტრილიონ 2 მილიარდი დოლარის კაპიტალიზაციის მქონე კომპანიაა და მისი აქციები ბოლო 5 წელიწადში 173% არის გაზრდილი. ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტის Meta-ს ხელმძღვანელი მარკ ცუკერბერგი მიიჩნევს, რომ პროგნოზების ბაზრები მომავლის პლატფორმები, ამიტომ ეს სერვისი Meta-საც უნდა ჰქონდეს. New York Times-ის ინფორმაციით, მას კომპანიისთვის Polymarket-ის მსგავსი მობილური აპლიკაციის შექმნა სურს და შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებისთვის მწვანე შუქი წაანთო. პროექტში დამოხმარებისთვის არენა ეწოდება და ის დამოუკიდებელ პლატფორმად ჩამოყალიბდება, თუმცა წყაროების ცნობით კომპანიის სხვა სოციალური ქსელები მომხმარებლებს აღნიშნული აპლიკაციისკენ აქტიურად გადაამისამართებენ. როგორც ირკვევა, ახალი პლატფორმის კონცეფცია ამჟამად ექსპერიმენტულ, თუმცა უმაღლესი პრიორიტეტის მქონე პროექტად ფასდება. საინტერესოა, რომ საწყის ეტაპზე ის ფინანსურ ოპერაციებს არ მოიცავს და ვიდეო თამაშის პრინციპით იმუშავებს, სადაც მომხმარებლები კონკრეტულ თემებზე სწორი პროგნოზის გაკეთებისთვის ქულებს დააგროვებენ, ფულადის სახსრების ინტეგრირება კი მოგვიანებით იგეგმება. ბოლო 1 წლის განმავლობაში პროგნოზების ბაზრებმა დიდი მოგება და პარალელურად დაპირისპირება გამოიწვიეს, რის გამოც აპრილის მონაცემებით Polymarket-ისა და Kalshi-ის პლატფორმებზე სავაჭრო ბრუნვამ $10 მილიარდ მიაღწია. ამ ინდუსტრიიდან სარგებლის მიღებას სხვა სოციალური პლატფორმებიც ცდილობენ. მათ შორის არის სოციალური ქსელი X-ი, რომელმაც გასულ ზაფხულს Polymarket-თან თანამშრომლობა გააფორმა. სამხრეთ კორეულმა ჩიპების მწარმოებელმა კომპანია SK Hynix-მა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საფონდო ბირჟაზე დეპოზიტირებული ხელწერილების განთავსების გზით $29.4 მილიარდი მოზიდვას გეგმავს. როგორც ირკვევა, დასახელებული ინიციატივა ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული ნახევარგამტარების წარმოების სიმძლავრეების გაფართოებას და გლობალურ ინვესტორთა ბაზის გაზრდას ისახავს მიზნად. ორგანიზაციის განმარტებით საბოლოო ფინანსური მოცულობა შესაძლოა პროცესის დასრულების შემდეგ შეიცვალოს. საყურადღებოა, რომ ანალიტიკოსების ბოლო პროგნოზებით
ADR-ების შეთავაზებით კომპანიამ 26 მილიარდი დოლარის მობილიზებას მოახერხებდა. ცნობისთვის ტექნოლოგიურ სექტორში მომუშავე კომპანიამ ამერიკის ბირჟაზე გასვლის შესახებ საკუთარი გეგმები პირველად მიმდინარე წლის მარტში გააჟღერა. SK Hynix მაღალი გამტარობის მეხსიერების ჩიპების უმსხვილესი მწარმოებელია, რომლებსაც ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი Nvidia საკუთარი ხელოვნური ინტელექტის პროცესორებისთვის აქტიურად ყიდულობს. შესაბამისად, სამხრეთკორეული ორგანიზაცია ხელოვნური ინტელექტის გლობალური ბუმის ერთ-ერთ უმსხვილესი ბენეფიციარია. Heineken-ის დირექტორთა საბჭომ ისტორიაში პირველად გენერალური დირექტორის პოსტზე კომპანიის გარედან შერჩეული კანდიდატი წარადგინა. ლუდის მწარმოებელმა კომპანიამ, რომელიც ლუდის მომხმარებლების კლებას ებრძვის, არჩევანი ყავისა და ჩაის მწარმოებელი კომპანია GDPT-ის ყოფილ ხელმძღვანელ რაფაელ ოლივიერაზე შეაჩერა. ნიდერლანდური ჯგუფი აქციონერთა მხრიდან ზეწოლის ქვეშაა გარე კანდიდატის დანიშვნა, სწორედ ისინი ითხოვდნენ, რათა მათ კომპანიის წინაშე არსებული გამოწვევები, მათ შორის ინფლაცია და ლუდის მოხმარების შემცირება, ახალი ხედვით შეეფასებინათ. Heineken-ს დე კარვალიო Heineken-ის ოჯახი აკონტროლებს, რომელიც აქციათა საკონტროლო პაკეტს ფლობს და ჰოლდინგური კომპანიის საბჭოში 8-დან 5 ადგილს იკავებს. 87 წლიანი საჯარო ისტორიის განმავლობაში Heineken-ის პოსტზე სრულიად გარედან მოსული კადრი არასოდეს დაუნიშნავს და მხოლოდ ერთხელ ჰყავდა არაჰოლანდიელი გენერალური დირექტორი. წარმოშობით ბრაზილიელ-ბრიტანელი ოლივიერა GDPT-ის გენერალური დირექტორის პოსტზე 2024 წელს შეუერთდა, მანამდე ოლივიერა კრაფტ ჰეინზის საერთაშორისო ბაზრების ხელმძღვანელი იყო, უფრო ადრე კი 10 წელი Goldman Sachs-ში მუშაობდა.